ადამიანის ცხოვრებაში ესეთი რაღაცები ხდება, ლაგდება, რომ წესით უნდა იფიქროს, რომ ასე იგი ღმერთია, ღმერთი ჩაერია ჩემ ცხოვრებაში, რაღაცა ხდება, ანუ მიანიშნებს, ცდილობს, ასწავლის და აი აქ ავლენს ადამიანის ურწმუნოება თავს უცნაურად. ხშირად ძალიან აშკარა ღვთის ჩარევაზე და საღვთო გამოვლინებებზე ადამიანი ამბობს, არა კაცო, ეს შემთხვევით მოხდა. ეს უბრალოდ დამთხვევა იყო. ან თქვათ იტყვის, რომ ეს უბრალოდ მე ვარ მაგარი და ამიტომ გავაკეთე ესე და ამიტომ გამომივიდა ესე. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ადამიანი ავლენს სრულ გულგრილობას ღვთის მოწოდებისადმი. ან შეიძლება გაჰკრას გულში და თქვას, რომ ხო, აი ალბათ ღმერთის ამბავია ესა დიახ, მაგრამ იმ წამსვე ივიწყებს ასეთი ადამიანის სულიწმიდის გმობელად ითვლება. ასეთი ადამიანისათვის აი როცა უფალი ამბობს, ამინ გეტყვით თქვენ, ვითარამედ ყოველი მოეტევოს ზეთა კაცთა ცოდვანი და გმობანი, რაოდენსაც გმობდნენ, ყველაფერი მოგეტევება. ხოლო რომელმან თქვას გმობა სულისა წმინდისათვის არა აქვს მიტევება უკუნისამდე, ამაში იგულისხმება ადამიანი, რომელიც იმ სამყაროში, სადაც სულიწმინდა ღმერთი მოქმედებს, პრინციპულად იბრმავებს თვალს და ვერაფრით ვერ ხედავს საღვთო მოქმედებას მის ცხოვრებაში. შინაგანად პრინციპულად პიროვნული არჩევანი თავის თავისუფლების რეალიზებით ეწინააღმდეგება ღმერთის მოქმედებას ამ სამყაროში, რომელიც მის თვალწინ ხდება. ასეთი ადამიანს მიტევება არ აქვს, იმიტომ რომ ასეთი ადამიანმა თავისთავად ჩაკეტა სიცოცხლესთან ურთიერთობის შესაძლებლობა, თავად ჩაკეტა საკუთარი თავისათვის და შესაბამისად მიტევება როგორც ასეთი აღარ არის ძალმოსილი ამ ასეთ ადამიანს. ასეთი ადამიანი ან ცხოველს ემსგავსება, ან ეშმაკს ემსგავსება. ოღონდ შეფუთულია ეშმაკის და ცხოველის ასეთი ადამიანისა, შეფუთულია იმ კულტურული გარემოთი, რომელ გარემოში და იმ სოციუმში არსებული წეს-ჩვეულებებით, რომელშიც ის იმყოფება.